მოგესალმებით პირველ რიგში 6 დღე გავიდა, რაც ამერიკაში ვარ. ვიყავი 3 დღე რაც ჩამოვედი. ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა, ძალიან მაგარი გამოცდილება მივიღე, ძალიან მაგარი ვარჯიშები იყო და რასაც ველოდი ამერიკისგან ერთ-ერთი რა თქმა უნდა ის იყო ჩემი განვითარება და უგრძნობ, ნახე უკვე თუ როგორი ვარჯიშებია, როგორ მოახერხა ამან ჩემზე გავლენა და ყველაზე მთავარი და ყველაზე პირველი რაც იყო, რაც დამეხმარა ის არის, რომ ანუ აქედან რო უყურებ იქაურ მებრძოლებს, გონია რომ შენ სხვა დონეზე ხარ, ისინი სხვა დონეზე არიან, მაგრამ იქ ჩასვლა იმ ბიჭებთან ერთად ვარჯიშმა, თავდაჯერება უფრო შემატა და აქამდე თუ რა ცოტა სხვანაირი აზროვნება მქონდა, რომ შეიძლება ისინი ამერიკაში რომ ცხოვრობენ და იქაური ვარჯიშები აქვთ, UFC იქ აქვთ, რაიმე ჩვენზე მეტი არიან. პირიქით, ეხა უკვე ვიცი რომ არავინ ჩვენზე მეტი არ არის, ისინი ჩვეულებრივი სპორტსმენები არიან. იმათ პირობები აქვთ, ყველაფერი რაც შეიძლება, ჩვენ არ გვაქვს ეგ პირობები. ეხა რეალობას თვალი გავუსწოროთ, არის ტრენერების პრობლემა, არის ბევრი რაღაცის პრობლემა, მაგრამ გვაქვს ყველაზე მთავარი მიზანი, გვინდა იქ მოხვედრა, გვინდა UFC-ში მოხვედრა, გვინდა რომ ჩვენი საქართველოს დიდ სცენაზე გავიტანოთ, სხვა ქვეყანაში ვაფრიალოთ ჩვენი ქართული დროშა და ეს გვეხმარება იმაში, რომ მოვიმზადოთ კარგად და გავიმარჯვოთ ნებისმიერ მოწინააღმდეგეს. ჩემი აზრით პირველ რიგში უმთავრესი რაც არის, იქ ვარჯიშობს დაახლოებით 100 სპორტსმენი შეიძლება დარბაზში და არის სპარინგ პარტნიორები შენთვის, ვისთანაც შეგიძლია იმუშაო. საქართველოში მაგის ფუფუნება არ გვაქვს, იმიტომ რომ მით უმეტეს მაღალ წონაში, ჩემ წონაში არიან რამოდენიმე მებრძოლი და ეს უკვე პრობლემას ქმნის და ამავდროულად ყველა მებრძოლი, ვინც დარბაზში მოდის, იბრძვის რომელიღაცა დიდ ორგანიზაციაში, ძალიან დიდი გამოცდილება აქვს და აქედან გამომდინარე შენს იძენ მასთან ერთად გამოცდილებას და უფრო შენი ლეველი, ასე ვთქვათ, ზემოთ ადის. აქ რო ჩამოვედი, ბიჭებიც მაგას მეკითხებოდნენ, თუ რა არის განსხვავება იმასა და ჩვენ შორის. უბრალოდ იმათ ყავთ ისეთი ტრენერები, რომელი ტრენერების თაობაც ჩვენთან მაშინ მოვა, როცა ჩვენ ასაკში შევალთ და ჩვენ, ანუ ჩემი მომავალი თაობა კიდე ასაკში შევალ და ჩვენი თაობა გადავა უკვე ტრენერების პოზიციაში რა. ეხლა საქართველოში როგორც არ უნდა მოვთხოვოთ ჩვენ ტრენერებს, როგორც არ უნდა მოვთხოვოთ ნებისმიერ ტრენერს მოკლედ საქართველოში არ არის ის გამოცდილება რა და ეს გამოცდილება მოდის იქიდან რომ შენ უკვე მოჩხუბარი იყავი, დააგროვე გამოცდილება, მერე უკვე შენს მოსწავლეებს უზიარებ ამას და ეს იყო ყველაფერი განსხვავება, იმიტომ რომ ძალიან მცირე დეტალებს, რომელსაც ჩვენ ყურადღებას არ ვაქცევთ, ისინი ამ პატარა დეტალებს აქცევენ ყურადღებას და ეს უკვე გეხმარება ოქტაგონზე გამარჯვებაში. ყველაზე სასაცილო მომენტი იყო ის, რომ ჩვენი ტრენერი, მერაბის ტრენერი, ვინც არის და ზოგადად ჩვენი, ვინც იყო სინდიკატის, ჯონ უდი, როდესაც ასწავლიდა რაღაცა კონკრეტულ ვარჯიშს, უხსნიდა მოსწავლეებს და ჩვენს გვიხსნიდა, აუხსნიდა ყველას და ჩვენ მივიდოდით დაუშვა და ჩვენ ნახავდა, რომ ჩვენზე არ მუშაობდა და აი ეს რო იცოდა, რა ვარჯიშიც არ უნდა აიხსნა და რა მოძრაობაც არ უნდა აიხსნა, შემოტრიალდებოდა და ეუბნებოდა, რომ ამათთან აზრი არ აქვს, ამათთან არ გამოდის, მაგრამ ისე გამოგადგებათ რა. ანუ განსხვავებული სტილი გვაქვს, ჩვენ ინსტინქტურა გვაქვს ის, რომ მაგალითად როგორ უნდა დავაგდოთ მოწინააღმდეგე. სწორად არ ვაკეთებთ ამას, არასწორად ვაკეთებთ, მაგრამ ინსტინქტში გვაქვს ეს, რომ ვიცით როგორ უნდა დავაგდოთ მოწინააღმდეგე, როგორ უნდა დავამარცხოთ და მოკლედ ინსტინქტურად შეგვიძლია მოწინააღმდეგეს დამარცხება და განადგურება. ყველაფერი, ანუ იქ როგორ არის, იცი? კი, ბავშვობიდან გახდა ბავშვი სკოლის ასაკი, საიგრევე იწყება ბავშვისთვის სპორტული ცხოვრება, იქ კოლეჯებში, სკოლებში არის რაღაცა ვარჯიშები, მაგრამ ცოტა უფრთხილებიან ერთმანეთს და ჩვენ კიდე ეზოდან, ასე რომ ვთქვათ, მინდის ჭიდაობა ერთმანეთში, ჩხუბიც და ყველაფერი და ალბათ ეს ყველაფერი გვეხმარება ამაში რა. პირველ რიგში იყო ის, რომ ანუ როდესაც ჩადიხარ ამერიკაში და ხელის გულზე ხდება ყველაფერი და მე უკვე შენ იცი რა გზა გაიარა მერაბმა, რა გზით მოვიდა UFC-მდე, კი ვიცნობდი მერაბს, მაგრამ იქ რო ჩავედი უკვე სხვანაირად გავიცანი და სხვანაირად დავინახე მისი განვლილი გზა და როდესაც ჩვენ ჩავდივართ ხელის გულზე ხდება ყველაფერი, არის რაღაცა სირთულეები, რასაც ფიქრობ მე რომ აუ სირთულეებია, გამკლავება ჭირდება, ცოტა შეიძლება ფსიქოლოგიურად მოქმედებს, მაგრამ რო წარმოვიდგენთ იმას, რომ მერაბი მარტო ჩავიდა ანუ არაფრის გარეშე და ხელის გულზე არაფერი არ დახვედრია და ამ ყველაფერს მიაღწია, ძალიან დიდი мотиваცია იყო რა და ჩხუბის მე ლევანი, თორნიკე ბიჭები ერთად ვიყავით და მერაბი მებრძოლა მოიგო და სახში მივდიოდით, მეთქი დარბაზში როცა მიხვალ და მერაბის განვლილებას დაინახავ და მერაბთან ერთად რო ცხოვრობ, როგორ შეიძლება შენ თავს უფლება მისცე იმის, რომ არ ივარჯიშო და ასე რომ ვთქვათ, არ განვითარდე რა. რაც შეეხება კემპს, სიმართლე რო ვთქვა, რაც მე საზღვარგარეთ ვარ და ამერიკაში ვარ, ყველაზე მაგარი სპარინგები ხონდა ხოლმე მე და ლევანს.
ანუ მაგაზე ლევანზე ძლიერი ბიჭი იქ არ შემხვედრია რა, ანუ ორი ერთ წონაში ქართველი მებრძოლი ვიყავით, ვიც ერთმანეს ვანვითარებდით რა. ეხლა ძალიან ბევრი იყვნენ მაღალ წონაში UFC-ში პირველი, მეორე, მესამე, ანუ მაღალ ტოპ მებრძოლები, მაგრამ არ ჩამოვარდებით კი არა, მე ვფიქრობ, რომ ბევრზე ყველაზე მეტი ვართ რა. ყველაზე პირველი რაც ვისწავლეთ მერაბისგან არის ის, რომ არ უნდა გააცნო არასდროს ვარჯიში, არ აქვს მნიშვნელობა რა. ეხლა იქ ძალიან ხშირად აქვს, ანუ ძალიან გადარბენები აქვს, მოკლედ სულ გადაღებები აქვს და იყო შემთხვევები, რომ გაფრინდა მაგალითად ჩამოფრინდა ღამის 12 საათზე გაფრინდა დილით და მოუწია დილის ვარჯიშის გაცემა. ღამის 12 საათზე, ღამის 2 საათზე სახში მოვიდეს, ანუ ჩვენც რა ვცდილობდით ხოლმე დაავლოდებოდით მერაბს, შეხედავ რომ გამოიცვალა და სპორტულები ჩაიცვა ღამის 2 საათზე წავიდეს არბენად, რომ არ გააცნეს არასდროს ვარჯიშს, არ დააგვიანებს არასდროს ვარჯიშზე და როდესაც ვარჯიშზე მიდის ვარჯიშობს ისე რომ როგორ თითქოს ბოლო ვარჯიშია რა, ვარჯიშობს ბოლომდე და იხარჯება ბოლომდე და ეს ყველაფერი მე მოქმედებს იმაზე, რომ ჩემპიონია და ანუ იქ რო ვიყავით, სულ ვიზიარებდით ბიჭები ერთმანეთს უზიარებით ამ ფიქს, რომ ჩვენ რამ ვერ ვაცნობიერებთ იმას, რომ რამხელა ჩემპიონს უყურებთ ეხა რა. მესამე ანუ მესამე მეოთხე სინაწილებენ ილია და მერაბი და რაღაცები რომ შეიცვალოს, დაუშვათ ვიღაცა წინ ახაჩევმა წააგოს, ვიღაცამ წააგოს, შეიძლება პირველ მეორე და პირველ მეორე ადგილზე შეეცილონ ერთმანეთს მერაბი და ილია და ეს ძალიან მაგარია მოკლედ და мотивация ჩვენთვის ძალიან დიდი. ანუ ასევე ვიტყვი მე იგივეს ლევანიზე, იმიტომ რომ წავედით ისე რომ ვიცოდით რომ ანუ გვპირდებოდა მენეჯერი და სიტუაცია იყო ისეთი რომ 99% ბრძოლა უნდა ქონდა. მართლაც ასე იყო, ძალიან ახლოს ვიყავით ბრძოლასთან, თითქმის ყველაფერი მზად იყო ამისთვის და ბოლო ერთ კვირაში ასე რომ ვთქვათ, ჩაიშალა ეს ყველაფერი და ეხლა ანუ მაგას ვერ ვიტყვი რომ მე შეიძლება პირველი ვიყო და ლევანი მეორე. შეიძლება ეხლა ლევანი იქ არის, კარგად არის ბრძოლა მოიგო და იმასაც შეიძლება დაუძახონ და მე მგონი ჩვენ ეგრე გავიყობთ რა, ან მე ლევანი იქნება პირველი, ან მე და მნიშვნელობა არ აქვს, რაც უფრო მეტი იქნებიან ჩემთვის UFC-ში ქართველი მებრძოლები, ქართველ მებრძოლებს უფრო პოპულარიზაციას გაუწევენ და ჩვენთვის ჩემნაირი მებრძოლებით ვიც UFC-ს გარეთ ვართ, ლევანის და იმ მებრძოლებით ვიც UFC-ს გარეთ ვართ, უფრო მარტივი იქნება UFC-ში მოხვედრა. ჩემთვის არ დავფიქრდები იმაზე, რომ ვიბრძოლო თუ არ ვიბრძოლო, რადგან მე იმისთვის ვარ ამ სპორტში, რომ საუკეთესო ვიყო და საუკეთესო რო გახდე, უნდა იბრძოლო საუკეთესოებთან და ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა იმ თემა. კი, დარჩება აუცილებლად. ანუ ჩემი სოციმედიის გუნდმა, ჩემმა მეგობრებმა ეს ერთად შეირწყა ეს სახელი და მეც მომწონს, ნენელა უფრო მომწონს. ამ ყველაფერზე გვიფიქრია, გვაქვს ბევრი რაღაცა მომზადებული, ასე ვთქვათ, ბევრი მასალებია ჩემზე გადაღებული და ველოდებით იმას, რომ აი UFC-ში დებიუტის მერე ნენელა დავიწყოთ რაღაცების ჩვენება. ეხლა უახლოესი გეგმები რა არის? უახლოესი გეგმები, როგორც შემოსასვლელში გითხარით, ბავშვს ველოდები ეხლა და მაღაზია ვარ გადართული, ყველაფერმა მშვიდობით ჩაიაროს, უფლის წყალობით. მე უკვე ისევ დავბრუნდები ამერიკაში და დაველოდები ისევ ჩემ შანსს. სიმართლე ვთქვათ, არ გვიგმავდით თავიდან ამდენი ხნის წამოსვლას, იმიტომ რომ რაღაცა კონკრეტულ ერთი ივენთისთვის ჩამიყვანეს, ერთ თვენახევარში იყო ეს ბრძოლა და იმისთვის ვემზადებოდი, აირია ყველაფერი, ჩაიშალა და მე ამდენი ხანი რო გავიდა, ძალიან რთულია, მაგრამ ამ სირთულესთან ერთად ის არის, რომ შენი ოჯახი мотиваციას გაძლევს იმის გამო, რომ 6 თვე ოჯახი ყავს დატოვებული, შენ ცდილობ რომ მაქსიმალური გააკეთო იქ და მაქსიმუმი ჩადო შენ თავში, რომ ანუ ასე რომ ვთქვათ, შენი გამარჯვებით, შენი წარმატებით შენს ოჯახის წევრების სახეზე ღიმილი მოფინო, ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან დიდი мотиваციაა. პირველად რომ MMA დავიწყე და ზოგადად ცოტა ცნობიერება შემოვიდა საქართველოში, ჩემთან, MMA-ის მებრძოლებთან, UFC იყო ყველასთვის, ასე რომ ვთქვათ, სხვა პლანეტაზე მებრძოლი, სხვა პლანეტაზე გაკეთებული, ასე რომ ვთქვათ, UFC-ის ორგანიზაცია, სადაც არ შეეძლო, ასე რომ ვთქვათ, არ შეგვეძლო ჩვენ მოხვედრა. გახსნა UFC-ის კარები ლევან მაყაშვილმა და ამის შემდეგ მერაბი და უკვე სახეზე გვაქვს UFC-ის ორი ჩემპიონი. ეხა ძალიან მალე აგვისტოში ბრძოლა აქვს რომანს, რომელიც გადაწყვეტს, ასე რომ ვთქვათ, რომანის ბედს ქამართან დაკავშირებით და არ არის გამორიცხული, რომ მესამე ქამარიც ვიხილო და ღმერთით
ასე იქნება. მე უკვე როდესაც 71 კილოში მედალევანი შევალთ UFC-ში, ერთი გამარი აუცილებლად დაგვემატება რა. ყველა საინტერესებს რომ ჩამოდიხარ ამერიკიდან ის რომ თუ რა ხდება იქ, როგორ შეიძლება რომ იქ მოუხდეთ და ყველას გონია ეს ძალიან რთული. ძალიან რთული არაფერი არ არის და ეტაპობრივად ნაბიჯ-ნაბიჯ, პატარ-პატარა ნაბიჯებით და იმოცნებით, რაც თავში გაქვს, ამას არ უნდა გადაუხვიო და შედეგი აუცილებლად დადგება. ძალიან რთულია მესმის ქართველებისთვის, იმ მებრძოლებისთვის, იმ ქვეყნებისთვის, რომელიც ასე რომ ვთქვათ, პატარა ქვეყანაა, პუბლიკა პატარა ყავს და UFC-ს ნაკლებად აინტერესებს ეგეთი ქვეყანა, რადგან ნაკლებად გაყიდვადი იქნება. ჩვენ რო წარმოვადგენთ რომელიმე დიდ ქვეყანას, მათთვის ბევრად საინტერესო იქნებოდა. ეს ძალიან რთულია, მაგრამ ძალიან დიდი мотиваციაა ის, რომ პატარა ქვეყნიდან, ასე რომ ვთქვათ, მე შედეგს აკეთებ რა და ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ იმოცნებებით, რაც გულში აქვს, ამას მიყვენ და აუცილებლად დადგება შედეგი ის, რაც დასახული ქონდათ.